იქნება. ანუ როდის იქნება და როგორ იქნება, ეგ ღმერთმა იცის. ამიტომ მიენდე შენ და ნახავ, რომ გამოსავალი აუცილებლად იქნება. დღეს შეიძლება აქედან გამოსავალი არ ჩანს, მაგრამ შეუძლებელია, რომ ნახეთ, არაერთხელ ჩვენ პატერიკებზე გვისაუბრიან. შეუძლებელია, რომ დედის ცრემლიანი ლოცვა ღმერთმა უგულებელყოს. აი მაგალითად მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა ასეთი წმინდა ამბროსი მედიოლანელი. დიდი მღვდელმთავარი იყო და მასთან მიდიოდა ერთ-ერთი დედა, რომელსაც ერქვა მონიკა. ისიც წმინდანად არის შერაცხილი წმინდა მონიკა. მას ჰყავდა შვილი, რომელიც არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდა. ავგუსტინე ერქვა ამ შვილს. და დედა მიდიოდა ამ მღვდელმთავართან, ევედრებოდა, რომ ჩემ შვილს დაეხმარე, შეაგონე. და ეს მღვდელმთავარი ეუბნებოდა, შეუძლებელია, რომ ღმერთმა დედის ცრემლიანი ლოცვა უგულებელყოს. და მართლაც რა მოხდა? ეს შვილი მოექცა ჭეშმარიტ რწმენას. ნეტარი ავგუსტინე, ასე იწოდება ახლა, ის დიდი წმინდანი. წარმოიდგინეთ. ადამიანი, რომელიც ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, დღეს ეკლესიის დიდი წმინდანი. და როდესაც ის უკვე ღმერთთან დაახლოვა, მერე თქვა წმინდა მონიკამ, რომ ახლა უკვე შემიძლია, რომ გარდავიცვალო. ანუ მე ჩემი მისია, როგორც დედამ, შევასრულე ღვთის მადლით, რა თქმა უნდა. ასე რომ აი, როდესაც რაღაცა გასაჭირი და განსაცდელია, ჩვენ მოთმინება გვმართებს და ღმერთზე მინდობა და გამოსავალი და ესეთი პატერიკი ჩვენ არაერთი მოგვიყოლია. გახსოვთ ავად რო ყავდა შვილი, ექიმი რო თავისი ფეხით მივიდა მათ ოჯახში, იქაც დედა ლოცულობდა. გახსოვთ შვილი რო დაეკარგა, რომ მოიტაცეს, მერე ათონისთავზე რო წავიდა, მერე რო შეხვდა თავის შვილს, იქაც სწამდა დედას, რომ შეუძლებელია, რომ დედის ცრემლიანი ლოცვა ღმერთმა არ შეისმინოს. ისე რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა